გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. თუ ყავთ ადამიანი ისეთი, ვისთანაც აღარ ურთიერთობთ, აღარ კონტაქტობთ. რა დღეშია ჩემი კატა, როცა ვიწყებ ვიდეოს ჩაწერას, მაინც და მაინც მაშინ უნდება თამაში და აქტიურობა. თუ ყავთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც აღარ ურთიერთობთ რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთან ურთიერთობაც დარჩა წარსულში, მაგრამ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ ნეტა თუ ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, ან რას ფიქრობს, ან თავის დროზე, როდესაც თქვენ ურთიერთობდით, როგორ აღგიქვამდათ თქვენ, რა ასე ვთქვათ, წარმოდგენა გქონდათ თქვენზე მაშინ და რას ფიქრობს ახლა ამ კუთხით. თუ გაინტერესებთ ასეთი შინაარსის ვიდეო, მაშინ დარჩით. თუ ახალ ურთიერთობაში ხართ და საერთოდ არ გაინტერესებთ თქვენი წარსული ურთიერთობები, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ასკროლეთ ან გადადით თქვენთვის საყვარელ საქმიანობაზე. მას ასე ვნახოთ მათთვის, ვინც დარჩით, თქვენი სიგნიფიკატორი კარტი და ასევე თქვენი ადამიანის, რათა ამოიცნოთ ეს კონკრეტული ვიდეო არის თუ არა თქვენზე. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი და თქვენი ადამიანის, ვიზეც ახლა ფიქრობთ, ვინც გაიფიქრეთ, რომ აი მაინტერესებს ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან დღეს არ მაქვს ურთიერთობა, რა წარმოდგენა აქვს ჩემს. ვინ არის ის? ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, ინტელექტუალი, თქვენ ხართ ლოგიკის ადამიანი, თქვენ ფიქრობთ ძალიან ბევრს, ოღონდ თქვენ გაქვთ იმედგაცრუება. ესე იგი, თქვენ ასე ვთქვათ, გოლს არ უხსნით, სიყვარულს, ასე ვთქვათ, გოლს არ უხსნით ახალ ურთიერთობებს, ეს არის თქვენი მხრიდან თავდაცვა, რადგან წარსულში თქვენ განიცადეთ იმედგაცრუება და შესაძლებელია დღემდე ამას გრძნობთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? თქვენი ადამიანი ერთი სიტყვით ასე შეიძლება აღწერო. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაღლილი ადამიანია. ის დაიხალა, შესაძლებელია მუშაობით, შესაძლებელია ურთიერთობებით, ცხოვრებისგან დაიხალა, თითქოს ასე ჩანს. ადამიანს აწუხებს, ასე ვთქვათ, მოქმედებები, რომელიც აუცილებელია, ასე ვთქვათ, გადარჩენისთვის. ეს მოქმედებები მას აწუხებს, მას სურს შეჩერდეს და დაისვენოს. უпростоრად მისთვის ეს არის აუცილებელი დასვენება. თუმცა ამ ეტაპზე ის არ ისვენებს და ფიქრობს, რა გააკეთოს, დაუშვათ შეისვენოს თუ განაგრძოს იმ ტემპში, ასე ვთქვათ, ცხოვრება, რა ტემპშიც არის ახლა და რაც აისახება, ასე ვთქვათ, მასზე სტრესულად. დაახლოებით ასეთია თქვენი სიგნიფიკატორი კარტები. ეს არის ენერგიული ძალიან ადამიანი. ანუ შეუძლია დიდი ენერგია აქვს და გაცემა ამ ენერგიის ადამიანური რესურსი აქვს ძალიან დიდი. კარგით, რას ფიქრობს ეს თქვენი ადამიანი? თქვენს უпростоრად, როცა თქვენ ურთიერთობა გქონდათ, მაშინ რას ფიქრობთ და რა წარმოდგენა გქონდა მას თქვენზე? ესე იგი, თქვენ მისთვის დარჩით რაღაც, იცით როგორი ადამიანი, რომელიც მართავს საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, საკუთარ ცხოვრებას. თქვენ ხართ მთავარი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, მისი აზრით, თქვენ გარედან ვერ იმართებით, ანუ შეუძლებელია თქვენი მართვა გარედან და თქვენი გაკონტროლება შეუძლებელია და ასევე თქვენ ბოლომდე მასთან არ გაიხსენით, ასე ვთქვათ, თქვენ
ბოლომდე, ასე ვთქვათ, კარტები არ გაშალეთ მასთან და თქვენი, ასე ვთქვათ, გულისნადები მას არ გაუზიარეთ და დასრულდა ამიტომ თქვენი ურთიერთობა. ესე იგი, მას როგორი წარმოდგენა გქონდა მაშინ თქვენზე, რომ თქვენ ხართ ადამიანი, ძალიან ჭკვიანი პირველ რიგში, ცბიერი ამავე დროს, მებრძოლი და ადამიანი, რომელიც უკან არ დაიხევს დასახული მიზნისთვის, თუნდაც ამას შეეწიროს მისი სასიყვარულო ურთიერთობა. ასეთი წარმოდგენა გქონდა. და დღეს რას ფიქრობს თქვენზე? დღეს გაურკვევლობაშია. ღილავს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, განიცდის, თქვენ მას ესიზმრებით და თქვენზე ის ძალიან ხშირად ფიქრობს და რას ფიქრობს კონკრეტულად. ფიქრობს, რომ არაფერი არ ხდება თქვენს ურთიერთობაში. ახლა არის სტაგნაცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლებელი არ არის მომავალში რაიმე განვითარდეს და დაიწყოს. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ შეიქმნით თქვენთვის კომფორტი, თქვენ შეიქმნით თქვენი სამყარო. კიდევ ფიქრობს, რომ თუ საერთოდ არ აქვს თქვენზე ინფორმაცია, ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ დაოჯახებული, ან ხართ სერიოზულ ურთიერთობაში. კიდევ ფიქრობს, რომ დრო მოვიდა რისთვის? სინანულისთვის. და რას ეხება ეს სინანული? იმას, რომ ის ესე იგი, თქვენ მიუხედავად იმისა, ყველასთან ალბათ ასე არ იქნება ვიფასებო, ეს არის საჯარო გაშლა და მიიღებთ 100%-იან სიმართლეთ, ასე ვთქვათ, 100%-იან დასტურად მიიღებთ ამას, თუმცა ზოგიერთან ის თვლის, რომ მიუხედავად იმისა, თქვენ თუ ხართ დაოჯახებული ან სერიოზულ ურთიერთობაში, მაინც არის შესაძლებელი, რომ ის შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ანუ მესამე პირად, ასე ვთქვათ, ესე იგი, სასიყვარულო სამკუთხედი რო განვითარდეს, ამისთვის არის, ასე ვთქვათ, ის მზად. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ისიც დაქორწინებულია და თუ ისიც სერიოზულ ურთიერთობაშია. მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია თქვენთან იყოს პარალელურად ურთიერთობაში. კარგით. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე დღეს? იფეთქა რაღაც გრძნობებმა, იფეთქა ნება ამ ადამიანის გულში და ფიქრობს, რომ ეს თქვენ უნდა გაგრძნობინოთ. რადგან ძალიან ინატრებით, ძალიან უყვარხართ. კიდევ რას ფიქრობს? ოღონდ თქვენ თვალს ხუჭავთ მის გრძნობაზე, თქვენ არ გაინტერესებთ. შესაძლებელია თქვენც გაქვთ გრძნობა, ოღონდ მაინც არ გაინტერესებთ ეს ურთიერთობა. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ მის მიმართ ხართ გულგრილი, თქვენ საერთოდ არ განიხილავთ მასთან სასიყვარულო ურთიერთობას. კარგი, ერთი ფიქრი ნახოთ კიდევ მოვასწრებთ მე მგონი და ამაზე დავასრულოთ. რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ დრო იმოქმედოს, ამოქმედდეს თვითონ. ესე იგი, ეს უკვე ფიქრი აღარ არის, ადამიანი გადადის მოქმედებაზე და იმოქმედებს რეალურად, დავუშვათ ერთ თვეში. დიდი ალბათობით კი. გისურვებთ წარმატებებს.
მოგონებებს.